გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ მიხეილ კანთარია, DevOps ინჟინერი, უკვე თითქმის 5 წელია, ასევე დეველოპერი 10 წელიწადზე მეტია და ასევე ლექტორი, სადაც გამოცდილება მაქვს 15 წელზე მეტი სხვადასხვა უნივერსიტეტში, სასწავლო დაწესებულებაში და მათ შორის საზღვარგარეთის სასწავლო დაწესებულებებშიც. და მე დღეს მინდა ვისაუბრო ჩვენს შესახებ, კომპანია Sky21-ის შესახებ, რა ხედვები გვაქვს, რა კონცეფცია გვაქვს და რამდენიმე რჩევა ჩემი პირადი გამოცდილებით მოგცეთ საგანმანათლებლო კუთხით. დავიწყოთ იქიდან, რომ თავის დროზე, როდესაც ვსწავლობდი სკოლაში, ქალაქ ბათუმში, მე-9 კლასამდე საკმაოდ ისეთი ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამოვირჩეოდი, საგანმანათლებლო კუთხით ვიძახი და საკმაოდ მიჭირდა საგნების სწავლა, ჩაბარება, გამოცდების ჩაბარება. სტაბილური 60-ანი და 80-ანი ვიყავი, პლატორიანები არ ყავდა, მაგრამ არც წინავდი როგორც ხედავთ. და მართლაც, ესე იგი, დაჯერებული მქონდა, თუ შეიძლება ითქვას ასე, რომ მე არც ისე ნიჭიერი ბავშვი ვიყავი, გარკვეულ სფეროებში, გარკვეულ საგნებში, ხო? მქონდა შიშიც, გარკვეული შიში მასწავლებლების მიმართ, რომლებიც მართლა მეშინოდა. შეიძლება თქვენც გქონიათ ასეთი რამ სკოლაში, თუ არა და ძალიან გაგიმართლათ, ყოველ შემთხვევაში ჩემ დროს 90-იანებს ვიძახი, მქონდა ეს შიში, მეშინოდა გაკვეთილის თუ რომ ცოდნოდა გაკვეთილი მეშინოდა მისი მოყოლა, გასვლა დაფასთან, ხო ეს საერთოდ სტრესული სიტუაცია იყო. და ეს გრძელდებოდა მე-9 კლასამდე, შემდეგ მოხდა ისე რომ გადავედი სხვა სკოლაში, საკმაოდ კარგად მიმიღო სხვა სკოლამ და აღმოაჩინე, რომ საკმაოდ ნიჭიერი, საკმაოდ აქტიური ახალგაზრდა ვარ. და რატომ? იმიტომ რომ სულ სხვა ლექტორები, სულ სხვა მასწავლებელი მყავდა. უკვე აბსოლუტურად სხვა მიდგომით, აბსოლუტურად სხვა ენთუზიაზმით მიდგებოდნენ მეგობრულად და ფაქტიურად გამხსნეს. ეს ერთი ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან, შემდეგ იყო უნივერსიტეტი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე 2000-იანებში და ვიყავი მოსამზადებელ ფაკულტეტზე, მოსამზადებელ ეტაპზე, ერთ-ერთ ფაკულტეტზე, რომელიც სადაც იგივე ისტორია გამეორდა. ფაქტიურად ის წელი მოსამზადებელი წელი, მე ისევ ჩავიკეტე, ისევ ძლივს ვაბარებდი საგნებს, ზოგჯერ ძალიან მიჭირდა და მოკლედ ჩავიკეტე და კვლავ განმეორდა ეს სიტუაცია. შემდეგ შევიცვალე ფაკულტეტი და მოჩნდა, რომ არც თუ ისე უნიჭო ვიყავი, ასე ვთქვათ, და საკმაოდ წარმატებით გავიწყე სწავლა, ხო? ავიღე სტიპენდიაც, წითელი დიპლომით, შემდეგ მაგისტრატურას დავამთავრე, დოქტორანტურას და ასე შემდეგ. მანდაც იგივე პატერნი დაფიქსირდა ჩემს შემთხვევაში კონკრეტულად, უკეთესი ლექტორები შემხდა, ყველაზე არ ითქვის, მაგრამ იყო გარკვეული კონტინგენტი, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი, ასევე სკოლის მასწავლებლებსაც, ვინც უფრო უკეთ მართა ჩემი სწავლის ეტაპი, ასე ვთქვათ. რისი თქვა მინდა ამით? ამით თქვა მინდა იმის, რომ თქვენ როდესაც იწყებთ რაღაცის სწავლას და გინდათ ისწავლოთ, თქვათ, რაიმე დაწესებულებაში, რაიმე თუნდაც ინტერნეტით არ აქვს მნიშვნელობა, სწორად უნდა შეარჩიოთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვინ გასწავლეთ. ჩვენთან მაგალითად არის ასეთი შაბლონური ქცევა, შეიძლება ასე ითქვას, მართლა ძლიერი პროფესიონალები თავის დარგის, არ აქვს მნიშვნელობა ტექნოლოგიებში თუ სხვა, ავტომატურად რატომაც თვლიან, რომ სალექტორო საქმიანობაშიც ისეთივე წარმატებული და პროფესიონალები არის. თუმცა უმეტესწილად ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ არის და უყურებ ადამიანს, ის მართლაც ძლიერი პროფესიონალია სხვადასხვა კომპანიაში, მაგრამ აი გადმოცემის უნარი და ეს ადამიანთან, სტუდენტთან, მოსწავლესთან ურთიერთობა, ასე თუ ისე წარმატებულად გამოსდის და ხშირ შემთხვევაში საერთოდ უკლავს მას ყველანაირ ენთუზიაზმს და პრობლემა ხდება სტუდენტისთვის. ამიტომ პირველი რეკომენდაცია, რაც მე მინდა მოგცეთ თქვენ, ეს არის ის, რომ თუ თქვენ აპირებთ რაიმე კურსის გავლას, რაიმე ახალი თემის ათვისებას, ხო? ერთი მომენტია, საკუთარი ძალებით ჩაუჯდეთ, საკუთარი ინიციატივით გაარჩიოთ ეს ყველაფერი
რასაც თავის მინუსები აქვს, მე გეტყვით ამასაც. მეორე მომენტია, თუ კონკრეტული კურსის წამყვანი ლექტორია ვინმე, მოიძიოთ ამ ლექტორის აქტივობა ინტერნეტში, მაგალითად YouTube-ზე ან სხვა სოციალებში ან ზოგადად შეიძლება კონფერენციებზე ან სადმე და დააკვირდეთ რამდენად ის თქვენი ტიპაჟია, რამდენად აქვს გადმოცემის უნარი, რამდენად სასიამოვნო მანერა აქვს მოყოლის ამა თუ იმ ინფორმაციის და ამის მიხედვით გააკეთოთ დასკვნა რომ ის თუ არა მაგალითად ამა თუ იმ ლექტორთან, ამა თუ იმ საგნის გავლა. უბრალოდ მშრალად საგნის სილაბუსს არ ენდოთ, იმიტომ რომ სილაბუსში შეიძლება ეწეროს საერთოდ რაკეტმშენებლობის მეცნიერება და კვანტური ფიზიკა, ძალიან საინტერესო თემები ამის თქმით, მაგრამ ვინც გასწავლით ის აბსოლუტურად არ ფლობდეს გადმოცემის უნარს და თქვენთვის ჩაკეტოს ეს განვითარების ეტაპიც. ეს პირველი რჩევა. დაძებნეთ აქტივობები და დღეს ინტერნეტის საშუალებით ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ამა თუ იმ პიროვნების აქტივობების ნახვა. რას წარმოადგენს როგორი დიქცია, როგორი საერთოდ საინტერესო თქვება ხო, შეიძლება იუმორი აქვს, შეიძლება პირიქით. ამიტომ თქვენთვის უნდა იყოს ეს პირველ რიგში მისაღები. შემდეგ უკვე შეიძლება კონკრეტულ გაწყობთ. კი ბატონო, თუ არ გაწყობთ, უკვე თქვენ თავს მოუატყობთ, ხო? შემდეგი მომენტი, ესე იგი, მე რაც მინდა გავმახვილო ყურადღება, ეს არის ის, რომ კარგი იქნებოდა ეხლა რომ მეთქვა, რომ აი სკოლაში რომ პირველ ეტაპზე მე ჩავაგდე და არ ვიყავის, მაგრამ ბევრი ვიშრომე და აი როგორც ჰოლივუდურ ფილმებში ახოლმე და შემდეგ მივაღწიე და ის რკინის რაღაცა ეს გამოვალინე ხო ხასიათი. აი ეს ასე არ არის, სინამდვილეში ჩემს კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში მკვეთრად შეცვალა სწორმა პედაგოგმა, სწორმა ლექტორმა ჩემი განვითარება. როგორც კი ჩემს კონკრეტულ პიროვნებაზე საუბარი, როგორც კი მე სწორ ადამიანთან მოვხდი, მაშინ ეგრევე დაიწყო ჩემი განვითარება პროფესიული და იქ რაღაც ცალკე დილის 6 საათზე არ ვდგებოდი, დავრბოდი და რაღაცა როგორც ხდება ხოლმე ფილმებში. არა, ესე არ ყოფილა, მაგრამ აი სწორმა ადამიანმა სწორად გზა გამინათა, შეიძლება ითქვას ასე, კოორდინაცია უკეთესად გამეწია, მეგობრულად მომიხსნა შიშები, კომპლექსები, ბავშვი ვერ ხდება ხოლმე სხვადასხვა ეტაპზე, რომ არაფერს არა, მაგრამ პატარას ამას ვერ აუხსნის, ბრძნობს თან, ხო? შეიძლება თქვენც გაქვთ ასეთი მომენტი, თუმცა დააფიქსირეთ ეს კაცი. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო სწორი შტურმანი, თუ შეიძლება ესე დაერქვას. მიმართულების კოორდინატორი აიყვანოთ და იგრძნოთ ეს თქვენი ადამიანია, მასთან თქვენ გაიზრდებით თუ არა. წინამდელ შემთხვევაში პრობლემები შეგექმნებათ ამა თუ იმ თემის ათვისების კონტექსტში და დროს დაკარგოთ. ფულსაც დაკარგავთ, დროსაც დაკარგავთ და შეიძლება საერთოდ თქვენთვის საინტერესო თემა დაიგეთოს, იმიტომ რომ არასწორ ადამიანთან მოვხდით. შეხედეთ, სწორი ლექტორობა, აი დღესდღეობით ახლა რომ აღწეროთ ასე ვთქვათ, სწორი ლექტორობა ეს არ არის რაღაც ბიბლიოთეკა ფაქტიურად, რომელმაც ყველაფერი იცის. არა, თქვენ თუ რამე გჭირდებათ ცოდნის მხრივ, ინფორმაციის მხრივ შედიხართ ინტერნეტში, ნებისმიერ ცოდნას ინტერნეტში პოულობთ, მაგრამ სწორი ლექტორობა არის სწორი კოორდინაცია, ფსიქოლოგიური მუშაობა, თვითონ უშუალოდ მსმენელთან, სტუდენტთან, მოსწავლესთან და ზღვა ინფორმაციის სწორ მომენტში, სწორი ხედვით მიწოდება ვინ სწავლობს ისმის. ამიტომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მიაქციეთ ამას ყურადღება. ახლა რეგალიები თუ აქვს ადამიანს რაღაც სამსახურში მუშაობს, Google-ებში, Microsoft-ებში და ასე შემდეგ, ეს აბსოლუტურად არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ის კარგი ლექტორი იქნება კონკრეტულად თქვენთვის. ამიტომ ამას მიაქციეთ ყურადღება. და საერთოდ სალექტორო სამუშაოა, სამასწავლებლო სამუშაო საერთოდ ისე არ არის მარტივი, ბევრი თემა, ბევრი მომიჯნავე თემა უნდა იცოდეს ლექტორმა სტუდენტებთან მუშაობისას. როგორც აღვნიშნე ფსიქოლოგია, თავისთავად თვითონ საგანი, თავისთავად ამაზე არც არის საუბარი, მაგრამ ფსიქოლოგიური მომენტებიც, როგორ მართოს პროცესის სწავლის ინდივიდუალურად გარკვეულ სიტუაციაში როგორ მიუდგეს მსმენელს, სტუდენტს, მოსწავლეს და ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში სხვანაირად არ გაქვს. ახლა მეორე მომენტი, რაც მე მინდა აღვნიშნო. ჩვენი სასწავლებელი ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ და კიდე გავშლით. აქცენტს აკეთებს შემდეგ მომენტზე. ესე იგი, მოდით პატიოსნად რომ ვთქვა, ინფორმაცია რაიმე განსაკუთრებული, სადაც სხვა არ აქვს, ან ინტერნეტში არ არის, ჩვენ არ გვაქვს. ეს
იგივე გრუბლოვანი ტექნოლოგიები ან პითონი ან სხვა ესეთი თემები სავსეა ინტერნეტში და თვითონ ინფორმაციის დონეზე ეს არ ახალი თეორიას ვიგულისხმობ. რაც შეეხება პრაქტიკას, აქაც ინტერნეტში სავსეა პრაქტიკული მაგალითებით, იგივე იმ თეორიის პრაქტიკული რეალიზაციით. ამიტომ აქაც არანაირი ნოუ-ჰაუ არ არის. ეს თემები ისედაც გვაქვს ჩვენ, როგორც ინფორმაციული თეორიული მხარე, ისე პრაქტიკული რეალიზაცია ამ თეორიული მხარეს. ახლა რა გვაქვს ისეთი, რაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ესეთი იდეოლოგია, ასეთი კონცეფცია. ჩვენ დავაკვირდით და ვნახეთ, რომ პირადად ჩემი გამოცდილებიდან დავაკვირდით და ვნახე, რომ არის კონტინგენტი ახალგაზრდების და არა მარტო ახალგაზრდების, რომლებმაც თეორია იციან, დაზებირებული აქვს ძალიან კარგად. პრაქტიკულადაც აკეთებენ, ავტომატიზმის დონეზე აკეთებენ ამ თეორიულ თემებს, მაგრამ როგორც სპეციალისტები არიან, მაგალითად ოპერატორის დონეზე, ჭყალებში ასე ვთქვათ, რომელიც ავტომატურად აკეთებს გარკვეულ შესწავლილ თეორიას, მისთვის პრობლემა ეს არ არის, მაგრამ არანაირი ზრდა მისთვის, არანაირი ესე იგი კრეატიულობა და წინსვლა საბოლოო ჯამში არ არის, რადგანაც მას ღრმად კონცეფციები არ ესმის, პრინციპები არ ესმის და მასში არ არის გამჯდარი იდეების დონეზე. მან უბრალოდ იცის როგორც ლექსი, გარკვეული ტექნოლოგია, კარგად, საკმაოდ და ამ ტექნოლოგიას ავტომატიზმის დონეზე ასწავლის, აკეთებს უცებად პრაქტიკაში. ამიტომ ჩვენი აქცენტი, სწავლებისას კონკრეტულად მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ იმაზე, რომ გავაკეთოთ კოორდინაცია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მასალის, რაც ისედაც არის ჩვენს კურსებში. მაგრამ ამის გააზრებაში, ესე იგი, როგორ ვაკეთებთ ჩვეულებრივად ჩვენი გამოცდილებით, იმპროვიზირებულად ხშირ შემთხვევაში პირადად მე ვყვები გარკვეულ პრობლემას, გარკვეულ პროექტს ვაწყობ ლაივში, პირდაპირ ეთერში, სადაც ჩატშიც და დოკუმენტად შეიძლება დაისვა შეკითხვა და შეცდომებიც მომდის და ვიწყებ მსჯელობას, ვიწყებ ვთავ, ესე იგი, ვთავ ჩემს გამოცდილებას, ჩემს აზროვნების მექანიზმებს, ასე ვთქვათ, და ამით უახლოვებ უფრო რეალურ დეველოპმენტთან, ან რეალურ რაღაც ინფრასტრუქტურულ თემებთან მსმენელს, სტუდენტს, ხო? ფაქტიურად გადმოცემ გარკვეულ მეთოდოლოგიას, აზროვნების მეთოდოლოგიას. გარკვეული სისტემური აზროვნება შეიძლება დავარქვათ ამას. და არა მარტო თეორია, რაც მშრალია. თეორია სავსეა ინტერნეტში. არც პრაქტიკა, ხო? პრაქტიკაც სავსეა უკვე ინტერნეტში, YouTube-ზე შეხვალ და ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ პრობლემა საერთოდ არ არის. მაგრამ საბოლოო ჯამში ამას რო უსმენს, ამას რო კითხულობს ადამიანი მარტო და ამას რო აკეთებს ავტომატურად, მაინც მასში ავტომატიზმის დონეზე შეიძლება იყოს, მაგრამ მას არ ესმის კონცეფციები და სხვა ცოტა შეცვლილ ოდნავ შეცვლილ სიტუაციაში ის ისევ დაბნეულად გრძნობს თავს და ვერ ახორციელებს გარკვეულ უკვე რთულ თემებს, ხო? ამიტომ მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის, მსმენელისთვის ისწავლოს არა ლექსივით თეორია, ან პრაქტიკა დაიზუთხოს და ავტომატურად აკეთოს, არამედ კონცეფციები, როგორ იაზროვნოს სწორად, როგორც კი ეს სისტემური აზროვნება ჩამოუყალიბდება სტუდენტს, მსმენელს, მას უკვე მისთვის სულაც არ არის საჭირო მთელი თეორიის ცოდნა. ის შევაჩვეულებრივ ინტერნეტში კონცეფციები, როდესაც იცის რაღაც ნიუანსებს ნახავს ინტერნეტში. როდესაც იცის კონცეფციები პლუს თეორია, პრაქტიკაშიც ამის რეალიზაცია არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ მას ესმის და ეს არის განსხვავება. განსხვავება პირველ მიდგომას შორის, რაც ახლა ხშირად ხდება სხვათა შორის საუნივერსიტეტო თუ სხვა სასწავლო დაწესებულებებში. თეორია ბევრი, პრაქტიკაც ბევრი, არ აკლებს არავინ, მაგრამ ზომბი სპეციალისტების მასიური წარმოებაა ესე იგი. დაზღუდული რაღაც თეორიული თემები და ავტომატურად შესრულებული პრაქტიკა. ეს არის ზომბი სპეციალისტები, რომლებსაც რეალურად არ ესმით კონცეფციები თუ საბოლოოდ სტრატეგიულად როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. შესაბამისად, აქცენტი ჩემს კურსებში, ჩემი გუნდის კურსებში არის ზუსტად აი ამაზე. ჩვენ ვცდილობთ მსმენელს ზუსტად გაუზიაროთ ის წეპო ცოდნა, რომელიც აწეპებს თეორიას პრაქტიკასთან, მაგრამ გააზრებით და როდესაც გააზრებული აქვს რაიმე ადამიანს, ის ზომბი ნახდათ ვერ იქნება. ის რეალურად აცნობიერებს თუ რას აკეთებს, რატო აკეთებს და შეუძლია მისი შეცვლაც თუ რა სიტუაცია შეიცვალა და დღესდღეობით ცვალებადია ძალიან სიტუაცია, განსაკუთრებით IT სფეროში, მისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ ეს არის ჩვენი ძირითადი გზავნილი. შესაბამისად
როდესაც მოდიხართ მაგალითად ჩემს კურსებზე, ჩვენი კომპანიის კურსებზე, ხო, ჩვენ გთავაზობთ უფრო სისტემური აზროვნების ჩამოყალიბებას და არა კონკრეტულად Python-ს, Amazon-ს ან სხვას. სისტემური აზროვნების ჩამოყალიბებას. ის რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან თუ არ იქნება მონდომება ამის სწავლის, თქვენ მაინც ვერ ისწავლეთ, ახლა ჩვენ ლექტორები და სუპერ პროფესიონალები რომ გავსკდეთ, შეიძლება ითქვას ასე, ვერაფერს ვერ ვიზამ, თუ თქვენი მხრიდან არ იქნება შესაბამისი მონდომება, მაგრამ ასეთი მიდგომა უფრო მეტ წარმატებას მოგცემთ, საბოლოო ჯამში თქვენ გექნებათ სწორი ფუნდამენტი და სწორი ფუნდამენტი როგორც კი ჩამოსხმულია, უკვე შემდეგ მაღალსართულიანი შენობები ცოდნა შეგიძლიათ მასზე ააგოთ კონკრეტულად ინდივიდუალურ ამა თუ იმ დარგში და სფეროში ეს უკვე არ იქნება თქვენთვის პრობლემა. ამიტომ, როდესაც თქვენ შემდეგში ისე იგი დააპირებთ, ან აწი დააპირებთ გარკვეული ცოდნის კვალიფიკაციის ამაღლებას, ცოდნის მიღებას, ერთი ვარიანტია შეიძლება თქვენ დამოუკიდებლად ჩვენურად ართვევთ თავს, მაშინ ოკეი, არანაირი პრობლემა არ არის. მეორე ვარიანტია, მაგალითად, თქვენ გიჭირთ მასა არ ინფორმაციის, ძალიან დიდი ბევრი ინფორმაცია, ხო, თეორიული, პრაქტიკულის და კოორდინაცია გინდათ. ჩვენ ამას საკუთარ თავზე ვიღებთ, რაც აქტუალურია, იმას ვაწვდით ჩვენ სტუდენტებს, მენელებს. რაც არ აქტუალურია კიდევ 10000 რამ, იმას ფილტრავთ სპეციალურად, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე, როდესაც იწყებ ნულიდან ან შედიხარ თემაში, იქ ბევრი რაღაცა არ აქტუალურია, ხო? და ხო, ჩვენ კოორდინაციას ამას უწევთ, ზედმეტ თემებს საწყის ეტაპზე ვაშორებთ და ვაკეთებთ კონცენტრაციას მაქსიმალურად სწრაფად რომ მოხდეს შესვლა ადამიანის კონკრეტულ თემაში. მეორე მომენტი კიდევ არის ის, რომ თქვენ კი შეგიძლიათ დამოუკიდებლად ეს ამის ყველაფრის გარჩევა და გაანალიზებაც არა. რაც ინტერნეტში კურსები მოიძიოთ გარკვეულ თანხად და არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ სხვა პრობლემა დგას თქვენთან. ამას თქვენ გძნობთ, რომ თქვენთვის ეს დახარჯოთ დიდ დროს. რომ ეს ასე მარტივი არ არის, შეხვიდე და იგივე Udemy-ზე რაღაცა კურსი შეიძინო და ჩაყვე ერთ კვირაში 100 მარტივად ეს არ გამოდის, არ ისწავლები შეიძლება ითქვას ასე. და ისევ და ისევ აი ზომბი სპეციალისტის გამო, ხო, აი თეორია არის, პრაქტიკა არის, მაგრამ გააზრება არ არის, ხო, გააზრებასთან უფრო ცოცხალ ურთიერთობას მიყავს გააზრებასთან, მსჯელობა და სხვადასხვა კომუნიკაცია. ამიტომ თქვენ კი შეგიძლიათ დამოუკიდებლად თემების გარჩევა, გაქვთ ამის უნარი, გაფილტროვა ინფორმაციის, რა აქტუალური ესეც იცით, მაგრამ გესმით, რომ დიდ დროს წაიღებს ეს ფერში. ამიტომ აქაც ჩვენ გთავაზობთ დროის დეფიციტ, დროის ეკონომიას, ასე ვთქვათ, და ჩვენ მივხედავთ ამ ამბავსაც. კონცენტრირებულად, რა საკითხებიც არის საჭირო, კონცენტრირებულად მოგაწვდით, თქვენ ამაზე, ამის გაფილტრვაზე, ორგანიზებაზე და რა არის მე გავიარო და როგორ გავიარო, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ. შესაბამისად, გზავნილი მარტივია. ახალი ნოუ-ჰაუ და რაღაც სასწაული კურსები, ისეთი რაც გვას არ აქვს, ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფრო, ჩემი აზრით, უფრო სწორი მიდგომა ახალი თემების ასათვისებლად. და რატო საუბრობ ამას? იმიტომ რომ პირადად ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ როდესაც სწორ ადამიანთან რაც მოგიხებთ, როდესაც სწორ ადამიანთან სწორი პროგრამით მოძრაობ, უფრო შორს მიდიხარ, ხო? შესაბამისად, მე პირადად ჩემ თავზე გამოვცადე ეს და მოხდა ისე, რომ მოხდი აი საგამართლო სფეროში, რაც ძალიან მომწონს პირადად მე და დიდი პატივი მაქვს, რომ გაგიზიაროთ ჩემი ხედვა, ჩემი გამოცდილება და მართო თქვენი სწორი სწავლის პროცესი. შესაბამისად, გაითვალისწინეთ ეს, გადავლეთ სხვა კურსებსაც, ლექტორებსაც, რაც გითხარით ახლა. ჩვენიერი ლექტორებიც არსებობს ბაზარზე სხვადასხვა და უბრალოდ თავარია თქვენ წინასწარ მაინც დაზვერეთ სიტუაცია, ნახეთ, მეც ვნახეთ YouTube-ზე სავსე მაგ ვიდეოები შეიძლება არ მოგეწონოთ. პრობლემა ზოგს არ მოსწონს შემანერა ზოგს პირიქით მოსწონს კი ბატონო. ამიტომ აქ გზავნილი ის კი არ იქა ჩვენთან მოდის. არა, აქ გზავნილი არა სწორად მივდექით საქმეს, არ აყვეთ რეკლამებს, სადაც აი პირდებიან ორ კვირაში სუპერ პროფესიონალად ჩამოყალიბებას. ეს ასე არ მუშაობს სამწუხაროდ და ამას ჭირდება მაინც დრო, გააზრება და იმ დაგროვებული ცოდნის კარგად დალეკვა თქვენს ტვინში. ზოგს ნაკლები დრო სჭირდება, ზოგს მეტი დრო სჭირდება. ეს ინდივიდუალურია
ამიტომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ აი ორ კვირაში, ორ თვეში ან ორ წელიწადში გარანტირებულად რაღაცას აიღოს. არა, ინდივიდუალური ეს თემას გააჩნია და თუ საკმარისი მონდომება გაქვთ და სწორი დამკვალიანებელი ხავთ, აი ესე იგი როგორც შუქურა, შევხედეთ ლექტორს როგორც შუქურა, რომელიც სწორად გინათებთ საიტი მოძრაობ. აი ეს თუ სწორად არის შერჩეული, იმის ალბათობა რა თქვენ წარმატებით აითვისოთ თემა და შეხვიდეთ ბაზარზე, აითვისოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, 1-2 იზრდება. ამაში მე შემიძლია დაგიხმაროთ ჩემი გუნდთან ერთად. მადლობ ყურადღებისთვის.